განათლების პროფკავშირების ხარაგაულის რაიონულმა ორგანიზაციამ საბავშვო ბაღის აღმზრდებლებისა და მათი თანაშემწეებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ის ბავშვი ისევე განვითარდეს და შეიქმნა სპორტის მზაობის პროგრამა, რატო? ტრენინგის მონაწილეებს ვასწავლეთ თანამშრომლობა, აღმოჩენა, მოტივაცია, სწორად პროექტის შედგენა, შემდეგ ამ პროექტების პრეზენტაცია, სწორად სამუშაო გეგმის შედგენა, სწორი კომუნიკაციების მართვა, ანუ ძალიან ბევრი ისეთი თემა იყო, რომელიც ფაქტიურად დღეს ბოლომდე ამოვწურეთ. უახლოეს დროებში ამოქმედება ახალი კანონი და ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და აღმზრდელთა თვით განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ დღის დაგეგმვას თანამედროვე მეთოდებით, ასევე გამახვილდა ყურადღება ინკლუზიური ბავშვებთან მუშაობაზე. სასკოლო მზაობის პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს არის საპილოტო პროგრამა, რომელიც წელს დაინერგა საბავშვო ბაღებში და ამდენად ამ კუთხით არის ძალიან დიდი ინტერესი. თუ როგორ დავნერგავთ ჩვენ და როგორ გამახორციელებთ სასკოლო მზაობასთან დაკავშირებულ აქტივობებს 5-6 წლიანთა ჯგუფში. განათლების პროფკავშირმა ტრენინგის თემატიკა აღმზრდელების მოთხოვნების მიხედვით შეარჩია და მასში ჩართვის შესაძლებლობა ორგანიზაციის ყველა წევრს მისცა. მათ უნდა მიენიჭოთ პედაგოგის სტატუსი და ძალიან ბევრი რამ ჭირდება. სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების ყველა პროფწევრი იყო მოწეული დღეს. ყველა შეეძლო ნებისმიერი კატეგორიის აღმზრდელი იყო ეს, ძიძა იყო, ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც იყო პროფკავშირის წევრი, ყველა იყო დღეს ტრენინგზე, ვისაც სურვილი ჰქონდა.